Აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბოს სკრინინგის საკითხზე ღონისძიება გაიმართა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა ლექტორებთან შეხვედრა გამართეს და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე პრეზენტაციები წარადგინეს. საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა. ღონისძიებაზე ასევე ილაპარაკეს სკრინინგის მოცვის მაჩვენებელზე, ადრეული დიაგნოსტიკისა და პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის როლზე საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაში. ღონისძიება კიბოს სკრინინგის საკითხზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო ეროვნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პედაგოგები, პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ. მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო თითოეული მათგანის და რა თქმა უნდა ჩვენი თითოეული ადამიანის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ვალი არის, რომ აქტიურად იყოს ჩართული ნებისმიერი კიბოს მიმართულების სკრინინგის, რომელიც არაერთი პროგრამა არსებობს სახელმწიფოში. სტუდენტები შეხვდნენ საკუთარ ლექტორებს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს მათ, რომ ჩაერთონ სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში, ვინაიდან აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები არის სრულად უფასო, სიცოცხლე არის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, შესაბამისად ჩვენ მას უნდა გაუფრთხილდეთ. ალბათ იმის ახსნა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენ თავს მეტი ყურადღება მივაქციოთ და ჩვენი ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ, ეს ყველასთვის აუცილებლობა არის და ყველაზე სასიამოვნოა, რომ ამაში მედიცინის ფაკულტეტია ჩართული, თვითონ მომავალი ექიმები, ისინი უკვე პირველივე კურსიდან იგებენ ამის აუცილებლობას.